წყალი დაეცა და დავით გიორგობიანს და დააწოს ბატონი დავით გიორგობიანს და ყველაფერს ამოგვიღაცეთ. ერთსამით მეგობრებო, ბოდიში. წყალი დავინახეთ რავასთან და არ გაჩენდა. შენგენაც არ მინდა სტაბილიზატორი წყალში წყალი ჩავიდეს სტაბილიზატორი მაგის მეშინია. ტელევიზიამ სამეფო არხად წოდებულმა მთელი ეს გადაცემა ვიღებთ პირდაპირ ეთერში მიდიოდა. ასევე საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქებში და რეგიონებში ქართველები საქართველოს სამეფო არხი რო არის მაგაზე გადიოდა პირდაპირ ეთერში და გაუშვებთ ცალკე YouTube-ზე. ერთადერთი წინადადება უნდა გითხრათ ეხლა მე აქ ძალიან ბევრი რამე ითქვა ამ ვაქცინაციაზე არაფერს აღარ ვიტყვი ძალიან დიდი პროფესიონალები საუბრობდნენ და იმიტომ ერთადერთს ვიტყვი რომ ცოცხალი თავით ჩვენ შვილებს არ უნდა მივცეთ უფლება რომ ვაქცინაცია გაიკეთონ არ ჩვენ თვითონ არავინ ერთი აზრი მინდა გითხრათ მამა გაბრიელი ღირსი მამა აფსარებელი და სალოსი ბრძანებდა რომ ახო დიდი ტაძარი იდგაო აი აქ დაანგრიესო და ეს პარლამენტი აშენესო ის ქვები ტაძრის ქვები აიტანეს პაწმინდაზე და იქ ააშენეს რესტორანი საწვიმარი წამოვიღეთ იყორავენ უცებ დიდარი ქართველები და უცხოელები მაგა უფრო დიდი საწვიმარი მინდა თქო ამიტომ სანამ მეფე არ გვეყოლება მაგის ამშენებელი აქ ტაძრის აღარავინ არ არის მაგრამ მაქვს ესეთი წინადადება რადგან ჯვარი აღიმართა და ამ ჯვარის მოხსნა შეიძლება შეეწიროს ქართველებმა ესეთი იდეაა ძალიან პატარა ტაძარი აი რაც შეიძლება პატარა ტაძარი აშენეს აქ ალტიფორს აი აქ იქაც ეს ჯვარი მოხდება დაიდგება უფრო ულამაზესი ჯვარი კიდე დიდებული იმ ტაძრის ეზოში აი ტაძარში გულები დილოებით წირვა ჩაატარებენ სწავლენ და მთელი დღის განმავლობაში ქართველებს შეგვეძლება მოვიდეს სამთელი დავანდო ვილოცო რომ გაბრიელმა როცა ახსუში ფოთი და აყალმაყალი და ომი და რამე იქნებაო სანამ ტაძარი არ აშენდებაო და აი ამით გავამართოთ ეს წინასწარ მოწყობა სანამ მეღლება ხოლმე ჩვენ თვითონ ავაშენოთ საპატრიარქოს ვაწვდი აი ამ წინადადებას ქართველებს აი ამ ადგილას სადმე და ამით გამოვალ ჩვენ წინაშე გამართლდები ეს მით აი ეს ვიდეო მეთქვა გაიცვა ფიშობის გოცები ჩვენი საქართველოს კარგი ინიციატივაა ფოტოშოპის მაშინას თქვით ჩვენ იმადებისგან ანტიქრისტე ვერ აღიარება რომ დაიდგა საკ ტახტი დიდება უფალ ქრისტეს